უფალი ჩაიტანიას მოძღვრება, კრიშნას სიდიადენი. რადგან უფალი ჩაიტანია განსაკუთრებით წყალობს უმანკო, უეშმაკო ადამიანებს, მას აგრეთვე პატიტაპავანა ყველაზე დაცემული განპირობებული სულების მხსნელი ჰქვია. უმდაბლეს დონემდე დაცემულ განპირობებულ სულსაც შეუძლია სულიერ მეცნიერებაში განვითარება, თუ კი უმანკოა. ინდუისტური საზოგადოების თვალში სანატანა გოსვამი დაცემულად ითვლებოდა, რადგან მუსლიმანურ მთავრობაში მსახურობდა. მართლაც თავისი საქმიანობის გამო ბრაჰმანული საზოგადოებიდანაც კი გამორიცხეს, მაგრამ ვინაიდან გულწრფელი სული იყო, უფალმა ჩაიტანიამ სულიერი ცოდნის საგანძური უსაჩუქრა და ამით განსაკუთრებული მადლი მოჰფინა მას. შემდეგ სულიერ ზეცაზე სხვადასხვა სულიერ პლანეტათა განლაგება ახსნა. სულიერ პლანეტებს ვაიკუნთებიც ეწოდება. მატერიალური ქმნილების სამყაროებს გარკვეული სიგრძე-სიგანი ახასიათებთ, ხოლო რაც შეეხება ვაიკუნთა პლანეტებს, მათი ზომები უსასრულოა, რადგან ისინი სულიერია. უფალმა ჩაიტანიამ ამცნო სანატანა გოსვამის, რომ თითოეული ვაიკუნთა პლანეტის სიგრძე და სიგანე მილიონობითა და მილიარდობით მილის ტოლია. ყოველი ეს პლანეტა უსასრულოდ ვრცელია და ყოველი მათგანის მობინადრენი აღსავსენი არიან 6-ვე სიდიადით, სიმდიდრით, ძალით, ცოდნით, სილამაზით, სახელმოხვეჭილობით და განდეგილობით. კრიშნას ექსპანსიას თითოეულ ვაიკუნთა პლანეტაზე აქვს თავისი მარადიული სავანე და თავად კრიშნას კი აქვს თავისი თავდაპირველი მარადიული სავანე, წოდებული კრიშნალოკად, ანუ გოლოკა ვრინდავანად. ამ სამყაროში უდიდეს პლანეტასაც კი კოსმოსის მხოლოდ მცირე ნაწილი უკავია. თუმცა მზე 1000-ჯერ დიდია დედამიწაზე, კოსმოსში მაინც მცირე სივრცეს იკავებს. სწორედ ასევე, თუმცა ყოველი უსასრულო პლანეტა უსასრულო სიგრძითა და სიგანით ხასიათდება, ისინი ბრაჰმაჯიოტით წოდებული სულიერი ზეცის მხოლოდ ერთ კუთხეშია მოქცეული. ბრაჰმა სამჰიტაში ეს ბრაჰმაჯიოტი აღწერილია როგორც ნიშკალამ ანანტამ აშეშა ფუტამ, ანუ დაუყოფელი და უსასრულო და მოკლებული მატერიალური ბუნების მოდუსების კვალსაც კი. თითოეული ვაიკუნთა პლანეტა ლოტოსის ყვავილის ფოთოლს ჰგავს და ამ ლოტოსის ძირითადი ნაწილი წოდებული კრიშნალოკად, ანუ გოლოკა ვრინდავანად, ყოველი ვაიკუნთას ცენტრს წარმოადგენს. ამრიგად, აქ აღწერილი აურაცხელი ფორმის მქონე კრიშნას ექსპანსიები და მისი მრავალგვარი სავანეებიც სულიერ ზეცაზე მდებარე სულიერ პლანეტებზე უსასრულო გახლავთ. ისეთ ნახევარღმერთებსაც კი, როგორებიც არიან ბრაჰმა და შივა, არ შეუძლიათ ვაიკუნთა პლანეტების შეფასება. ეს დამტკიცებულია შრიმად ბჰაგავატამში. ვაიკუნთა პლანეტების სიგრძისა და სიგანის შეფასება არავის შეუძლია. იქვე ნათქვამია ისიც, რომ არა მხოლოდ ბრაჰმასა და შივას მსგავს ნახევარღმერთებს, არამედ ანანტასაც კი, რომელიც უფლის ძლევამოსილების ინკარნაციას წარმოადგენს, არ შეუძლია უფლის პოტენციის ან სხვადასხვა ვაიკუნთა პლანეტების ფართობის დადგენა. ამის სარწმუნო დასტურია ბრაჰმას ლოცვები, ნახსენები შრიმად ბჰაგავატამში, სადაც უფალი ბრაჰმა ამბობს: "ო ჩემო ძვირფასო უფალო, ო ღმრთების უზენაესო პიროვნებავ, ო ზესულო, ო ყოველი მისტიური ძალის მეუფევ, არავის შეუძლია ცოდნა ან განმარტება შენი ექსპანსიებისა, რომელთაც შენი ენერგია იოგამაიას საშუალებით ავლენ. ეს ექსპანსიები სამივე სამყაროში ვრცელდება." ბრაჰმა ამასაც ამბობს თავის ლოცვებში. მეცნიერებსა და სწავლულებს ერთი პლანეტის ატომური აღნაგობის შეფასებაც კი არ შეუძლიათ. მათ ცაში თოვლის მოლეკულები ან კოსმოსში ვარსკვლავთა რიცხვით რომ დაეთვალათ, ვერ მიხვდებოდნენ იმას, თუ როგორ ეშვები დედამიწაზე, ან ამ სამყაროში შენი ურიცხვი ტრანსცენდენტული პოტენციებით, ენერგიებით და თვისებებით.
უფალმა ბრაჰმამ ამცნო ნარადას, რომ არც ერთ დიად ბრძენს მისი ჩათვლითაც არ შეუძლია უზენაესი უფლის პოტენციის ძალისა და ენერგიის შეფასება. როგორც მან აღიარა, თავისი 1000 ენით ანანტაც რომ ცდილიყო უფლის ენერგიების გამოთვლას, ამით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ გაპიროვნებული ვედებიც ამას ლოცულობენ. ჩემო უფალო, შენ უსასრულო ხარ და არავის შეუძლია შენი პოტენციების განფენილობის დადგენა. ვფიქრობ, თვითონაც არ იცი შენი პოტენციური ენერგიების ზღვარი. უსასრულო პლანეტები ატომებივით ლივლივებენ ცაში და დიადი ვედანტისტები, რომლებიც შენს მისაგნებად კვლევა ძიებას ატარებენ, პოულობენ იმას, რაც განსხვავდება შენგან. ამრიგად, ისინი ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიან, რომ შენ ყველაფერი ხარ. როდესაც უფალი კრიშნა ამ სამყაროში იმყოფებოდა, ბრაჰმამ ოინი მოაწყო, რათა დაედასტურებინა, რომ ვრინდავანის მენახირე ბიჭი მართლაც თავად კრიშნა იყო. თავისი მისტიკური ძალით ბრაჰმამ ყველა ძროხა, ხბო და კრიშნას მეგობარი მენახირე ბიჭი მოიპარა და დამალა. მაგრამ როცა მობრუნდა, იმის სანახავად თუ რას აკეთებდა კრიშნა, იხილა, რომ უფალმა კრიშნამ საკუთარი თავი მთელი მოპარული ძროხების, ხბოებისა და მეგობრების სახით გაავრცელა. მართლაც ბრაჰმამ დაინახა მილიონობითა და მილიარდობით მათგანი და იხილა აგრეთვე მილიონობითა და მილიარდობით ტონა შაქრის ლერწამი და ხილი, ლოტოსის ყვავილები და მენახირეთა საყვირები. მენახირე ბიჭები 1000 სამოსელითა და სამკაულებით იყვნენ მორთულნი და მათ რიცხვს ბოლო არ უჩანდა. შემდგომ ბრაჰმამ დაინახა, რომ თითოეული მენახირე ბიჭი 4-ხელიან ნარაიანად გადაიქცა, რომელიც თითოეული ბრაჰმანის გამგებელი ღვთაებაა და უთვალავი ბრაჰმა ქედს უხვრიდა უფალს. მან იხილა ისიც, რომ ყოველი მათგანი კრიშნას სხეულიდან გამოდიოდა და იმავე წამს შედიოდა კიდეც მის სხეულში. ამან უფალი ბრაჰმა განაცვიფრა და თავის ლოცვებში აღიარა, რომ თუმცა სხვებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ კრიშნაზე რამე იციან, რაც შეეხება მას, მან არაფერი იცის მის შესახებ. ჩემო ძვირფასო უფალო, თქვა მან, შენი პოტენციები და სიდიადენი, რომლებიც ახლა გამომიმჟღავნე, აღემატება ჩემს შემეცნების უნარს. შემდგომ უფალმა ჩაიტანია ისიც განმარტა, რომ შეუძლებელია არა მხოლოდ კრიშნა ლოკას, არამედ ვრინდავანის ამ პლანეტაზე უფალი კრიშნას სავანის ძლევამოსილების შეფასებაც. ერთი შეხედვით ვრინდავანი 32 კვადრატული მილის ფართობის მომცველ ადგილად ითვლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ვრინდავანის ერთ ნაწილში მთელი ვაიკუნთებია მოთავსებული. თანამედროვე ვრინდავანის მხარე 12 ტყეს მოიცავს და შეადგენს დაახლოებით 84 კროშას, ანუ 168 მილის ფართობს. ქალაქი ვრინდავანი კი დაახლოებით 16 კროშას, ანუ 168 მილს. ის საკითხი, თუ როგორ არსებობს მასში მთელი ვაიკუნთები, მატერიალურ გამოანგარიშებას არ ექვემდებარება. ამგვარად, უფალმა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ განაცხადა, რომ კრიშნას პოტენციები და სიდიადენი უსასრულოა, რაც მან სანატანა გოსვამის უთხრა, მხოლოდ ნაწილობრივ ცნობებს წარმოადგენს, მაგრამ ასეთი ნაწილობრივი ცნობები მთელის წარმოდგენის საფუძველსაც იძლევა. სანატანა გოსვამისთვის კრიშნას სიდიადეთა მოყოლისას უფალი ჩაიტანია ღრმა ექსტაზში იყო და ამ ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში წარმოთქვა ლექსი შრიმად ბჰაგავატამიდან, რომელშიც უთავამ გაუჩინარების შემდეგ ვიდურას უთხრა. კრიშნა ყოველი ნახევარღმერთის მეუფეა, უფალი ბრაჰმას, უფალი შივასა და სამყაროში არსებული ვიშნუს ყოველი ექსპანსიის ჩათვლითაც. ამიტომ მას ვერავინ შეედრება ან აღემატება და იგი 6 სიდიადითაა აღსავსე. თითოეული სამყაროს ბრაჰმანდას მმართველობით დაკავებული ყოველი ნახევარღმერთი მოწიწებით სცემს მას თაყვანს. სინამდვილეში მათ თავებზე მუზარადები მხოლოდ იმიტომაა მშვენიერი, რომ უზენაესი უფლის ლოტოსის ტერფთა ანაბეჭდებითაა დამშვენებული. მსგავსი რამ დადასტურებულია ბრაჰმა სამჰიტაშიც.
სადაც ნათქვამია, რომ კრიშნა არის ღმრთების უზენაესი პიროვნება და რომ მას ვერავინ შეედრება ან აღემატება. თუმცა ბრაჰმა, შივა და ვიშნუ თითოეული სამყაროს მბრძანებლები არიან, ისინი უზენაესი უფალი კრიშნას მსახურები გახლავთ. ასეთია დასკვნა. როგორც ყოველ მიზეზთა მიზეზი, უფალი კრიშნა არის მაჰავიშნუს მიზეზი, რომელიც პირველ ინკარნაციას და ამ მატერიალური ქმნილების გამგებელს წარმოადგენს. მაჰავიშნუსგან გარფოდაკაშაე ვიშნუ და ქსიროდაკაშაე ვიშნუ მომდინარეობენ. ამრიგად, კრიშნა გახლავთ გარფოდაკაშაე ვიშნუსა და ქსიროდაკაშაე ვიშნუს მეუფე და იგი სამყაროში ყოველი ცოცხალი არსების ზესულიც. ბრაჰმა სამჰიტაში ნათქვამია, რომ მაჰავიშნუს სუნთქვით ურიცხვი სამყარო იქმნება და თითოეულ სამყაროში ურიცხვი ვიშნუ ტატვაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უფალი კრიშნა ყოველი მათგანის მეუფეა და ისინი კრიშნას ნაწილობრივი ექსპანსიები არიან მხოლოდ. განდობილი წერილებიდან ვგებულობთ, რომ კრიშნა სამ ტრანსცენდენტულ ადგილას ცხოვრობს. კრიშნას ყველაზე ინტიმურ სავანეს გოლოკა ვრინდავანი წარმოადგენს. სწორედ იქ არის იგი თავის მამასთან, დედასთან და მეგობრებთან ერთად. ავლენს თავის ტრანსცენდენტულ ურთიერთობებს და წყალობს თავის მარადიულ გარემოცვას. იქ, რასაც ეკვაში იოგამაია, მის მოახლესავით იქცევა და ვრაჯაფუმის მოსახლეები ფიქრობენ, უფალს აქებენ მისი ტრანსცენდენტული წყალობისა და სიყვარულის ნაწილაკები და ჩვენ, ვრინდავანის მობინადრენი, მისი მოწყალე არსებობის გამო უმცირეს ხელვარებასაც კი არ განვიცდით. როგორც ბრაჰმა სამჰიტაშია ნათქვამი, ვიშნულოკა ცნობილი სულიერი ზეცის ყოველი ვაიკუნთა პლანეტა განლაგებულია პლანეტა კრიშნალოკაზე, გოლოკა ვრინდავანზე. ამ უმაღლეს პლანეტაზე უფალი ურიცხვ ფორმებში ტკბება თავისი ტრანსცენდენტული ნეტარებით და ამ ერთ პლანეტაზე სრულად ვლინდება ვაიკუნთების მთელი სიდიადე. კრიშნას თანამგზავრებიც 6 სიდიადით არიან აღზავსზე. ნათქვამია, რომ მატერიალური ენერგია სულიერი ენერგიისგან გაყოფილია წყლით, რომელსაც მდინარე ვირაჯა ეწოდება. ეს მდინარე პირველი პურუშა ინკარნაციის ოფლის სახით მოედინება. ვირაჯას ნაპირას არის მარადიული ბუნება, უსასრულო და ყოვლადნეტარი წოდებულ სულიერ ზეცად და ეს სულიერ სასუფეველს, ანუ ღმერთის სასუფეველს წარმოადგენს. სულიერ პლანეტებს ვაიკუნთები ეწოდება, რადგან იქ არ არსებობს მწუხარება ან შიში. ყველაფერი მარადიულია. გამოთვლილია, რომ სულიერი სამყარო უზენაესი უფლის ენერგიის 3/4-ს შეადგენს. მატერიალურ სამყაროზე კი ამბობენ, რომ მისი ენერგიის 1/4-დიაო, მაგრამ არავის ესმის, რა არის ეს 3/4, რადგან შეუძლებელია ამ მატერიალური სამყაროს აღწერაც კი, რომელიც მისი ენერგიის მხოლოდ 1/4-ს შეადგენს. სანატანა გოსვამისთვის კრიშნას ენერგიის 1/4-ის შესახებ რაიმე წარმოდგენის შექმნის მიზნით ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ მოიყვანა შრიმად ბჰაგავატამში აღწერილი ამბავი, რომელშიც ბრაჰმა, სამყაროს უფალი, კრიშნას სანახავად წავიდა დვარაკაში. კარისკაცმა ამცნო კრიშნას, რომ ბრაჰმა მოვიდა მის სანახავად. ამის გამგონე კრიშნამ იკითხა, თუ რომელი ბრაჰმა იყო ის. კარისკაცი მიუბრუნდა ბრაჰმას და ჰკითხა. კრიშნამ იკითხა, რომელი ბრაჰმა ხარო? ბრაჰმას ძლიერ გაუკვირდა, რატომ დასვა კრიშნამ ასეთი კითხვა? მან კარისკაცს უთხრა, გადაეცი გეთეყვა, რომ მის სანახავად მოსულია ბრაჰმა, რომელიც 4 კუმარას მამაა და რომელსაც 4 თავი აქვს. კარისკაცმა ეს მოახსენა კრიშნას და შემდეგ ბრაჰმა შინ მოიწვია. ბრაჰმა მიწაზე დაემხო კრიშნას ლოტოსის ტერფების წინაშე და მთელი პატივით მიღების შემდეგ კრიშნამ სტუმრობის მიზეზის შესახებ გამოჰკითხა. გეტყვი, რატომაც გესტუმრე, მიუგო უფალმა ბრაჰმამ, მაგრამ ჯერ ერთი ეჭვი მაქვს და გთხოვ მომაშორებინე. შენმა კარისკაცმა თქვა, რომ გიკითხავს, რომელი ბრაჰმა მოვიდაო, ჩემს სანახავად. შეიძლება გკითხო, არსებობენ თუ არა სხვა ბრაჰმებიც ჩემს გარდა?
ამის მოსმენის შემდეგ კრიშნამ გაიღიმა და უამრავი სამყაროდან უამრავ ბრაჰმას მოუხმო. მაშინ ოთხთავიანმა ბრაჰმამ დაინახა მრავალი სხვა ბრაჰმა. ისინი კრიშნას სანახავად მოდიოდნენ და თაყვანს სცემდნენ მას. ზოგიერთ მათგანს 10 თავი ჰქონდა, ზოგიერთს 20, ზოგს 100 და ზოგს მილიონი თავიც კი. სინამდვილეში ოთხთავიანი ბრაჰმა ვერც კი ითვლიდა, რამდენი ბრაჰმა მოდიოდა კრიშნას თაყვანისცემისთვის. შემდეგ კრიშნამ სხვადასხვა სამყაროებიდან უამრავ ნახევარღმერთს მოუხმო და ყოველი მათგანი მოვიდა, რათა თაყვანი ეცა უფლისთვის. ამ საოცარი სანახაობის შემყურე ოთხთავიანი ბრაჰმამ ხელვარება მაიტანა და საკუთარი სპილოთა ჯოგში კოღოდ ჩათვალა. რადგან კრიშნას ლოტოსის ტერფებს ამდენი ნახევარღმერთი სცემდა თაყვანს, ბრაჰმამ დაასკვნა, რომ კრიშნას უსასრულო პოტენციის გამოანგარიშება შეუძლებელია. დიდ თავყრილობაში სხვადასხვა ნახევარღმერთთა და ბრაჰმათა მუზარადები კაშკაშა შუქით ბრწყინავდა და ნახევარღმერთთა ლოცვები ძლიერ ხმაურს გამოსცემდა. ძვირფასო უფალო, ამბობდნენ ნახევარღმერთები, შენი დიდი წყალობაა, რომ აქ მოგვიხმე, გვიბრძანებ რაიმეს, თუ კი ასეა, უმალვე შევასრულებთ. განსაკუთრებული არაფერი მოგეთხოვებათ, მიუგო უფალმა კრიშნამ. მხოლოდ მსურდა, ერთბაშად ყველა ერთად მენახეთ. დამილოცნი ხართ, ნუ გეშინიათ დემონების. შენი წყალობით ყველაფერი კარგად მიდის, უპასუხა ყოველმა მათგანმა. ამჟამად არავითარი არეულობა არ არის, რადგან შენი ინკარნაციით ყველაფერი არასასიკეთო მოსპე. რამე თუ თითეულმა ბრაჰმამ იღილა კრიშნა, ყოველ მათგანს ეგონა, რომ ამ სამყაროში თვითონ ერთადერთი იყო. მერე კრიშნა ყოველ მათგანს დაემშვიდობა და მისი თაყვანისცემის შემდეგ ისინი თავიანთ სამყაროებს დაუბრუნდნენ. ამის მხილველი ოთხთავიანი ბრაჰმა უმალვე დაემხო კრიშნას ლოტოსის ტერფებთან და თქვა: რაც თავიდან შენ შესახებ მეგონა, ყველაფერი სისულელია. ვისაც უნდა იმან თქვას, რომ სრულყოფილად გიცნობს, მაგრამ რაც მე მეხება, ვერც კი დავიწყებ იმის წარმოდგენას, თუ რაოდენ დიადი ხარ, შენ ჩემი წარმოდგენისა და შემეცნების მიღმად გახარ. ეს კონკრეტული სამყარო მხოლოდ 4,000 მილიონი მილის სიგრძისაა, უთხრა შემდეგ კრიშნამ, მაგრამ არსებობს მრავალი მილიონობითა და მილიარდობით სამყარო, ამაზე გაცილებით დიდი. ზოგიერთი მათგანი მრავალ ტრილიონჯერ ვრცელია და მათ ძლიერი ბრაჰმა ესაჭიროება და არა უბრალოდ ოთხთავიანი. შემდეგ კრიშნამ ბრაჰმას ამცნო, ეს მატერიალური ქმნილება ჩემი შემოქმედებითი ენერგიის მხოლოდ 1/4-ის გამოვლინებას წარმოადგენს. ჩემი შემოქმედებითი ენერგიის 3/4 სულიერ სასუფეველშია. თაყვანისცემის შემდეგ ოთხთავიანი ბრაჰმა დაშორდა კრიშნას და მან გაიგო, თუ რას ნიშნავს კრიშნას ენერგიის 3/4. ამიტომ უფალს ეწოდება ტრიადჰიშვარა, სახელი, რომელიც მის ძირითად სავანეებზე, გოკულაზე, მათურაზე და დვარაკაზე მიუთითებს. ეს სავანეები აღსავსეა სიდიადეებით და უფალი კრიშნა ყოველი მათგანის მეუფეა. თავის ტრანსცენდენტულ პოტენციაში მყოფი უფალი კრიშნა ყოველი ტრანსცენდენტული ენერგიის მეუფეა და იგი 6 სიდიადით არის აღსავსე. ამიტომ მთელი ვედური ლიტერატურა აცხადებს, რომ კრიშნა არის ღმრთეების უზენაესი პიროვნება. შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ მშვენიერი სიმღერა იმღერა კრიშნას სიდიადეების შესახებ და სანატანა გოსვამი უსმენდა მას. კრიშნას ყოველი გართობა სწორედ ადამიანის საქმიანობებს გავს, მღეროდა უფალი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მისი ფორმა ადამიანის მსგავსია. მართლაც ადამიანი მისი ფორმის იმიტაციაა მხოლოდ. კრიშნა სწორედ მენახირე ბიჭივით არის ჩაცმული. ხელში ფლეიტა უჭირავს და ყმაწვილს გვაგონებს. იგი მუდამ მხიარულია და უბრალო ბიჭივით თამაშობს. შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ სანატანა გოსვამის კრიშნას მშვენიერების ასპექტების შესახებ უამბო. მან თქვა, რომ ამ მშვენიერების თვისებების შემცნობი ნექტარის ოკეანეთი დატკბება. კრიშნას პოტენცია იოგამაია ტრანსცენდენტულია
და მატერიალური ენერგიის მიღმა იმყოფება, მაგრამ უფალი თავის ტრანსცენდენტულ პოტენციას მატერიალურ სამყაროში ავლენს, რათა თავისი უახლოესი ერთგულები დააკმაყოფილოს. ამრიგად იგი მატერიალურ სამყაროში თავისი ერთგულების დასაკმაყოფილებლად მოდის და მისი თვისებები იმდენად მიმზიდველია, რომ თავად კრიშნას უჩნდება საკუთარი თავის გაგების წადილი. როდესაც სავსებით მორთული სამ ადგილას მოხრილი სხეული დგას, მისი წარბები მუდამ მოძრაობს და მისი თვალები ესოდენ მიმზიდველია, გოპები იხიბლებიან. მისი სულიერი სავანე სულიერი ზეცის წვერზეა და იგი იქ თავის თანამგზავრებთან, მენახირე ბიჭებთან, გოპებთან და ბედის ყოველ ქალღმერთთან ერთად ცხოვრობს. სწორედ იქაა იგი მანდანა მოჰანად ცნობილი. კრიშნას სხვადასხვა სახის უამრავი გართობა არსებობს, როგორიცაა მისი გართობები ვასუდევასა და სანკარშანას ფორმებში და მატერიალურ ზეცაზე მის გართობებს პირველი პურუშა ინკარნაცია, მატერიალური სამყაროს შემოქმედი აგრძელებს. არის აგრეთვე ისეთი გართობები, რომლის დროსაც იგი თევზის ან კუს სახით ევლინება და არსებობს გართობები, რომელშიაც იგი უფალი ბრაჰმასა და უფალი შივას მატერიალური თვისებების ინკარნაციების ფორმებს ღებულობს. ძალაუფლებით აღჭურვილი ინკარნაციების გართობებში იგი მეფე პრთუს ფორმას იღებს და აგრეთვე ყველას გულში მყოფი ზესულის სახით და უპიროვნო ბრაჰმანის სახითაც ასრულებს გართობებს. თუმცა ურიცხვი გართობა აქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კრიშნას გართობები ადამიანის ფორმაში, როდესაც იგი ანძობს ვრინდავანში, ცეკვავს გოპებთან, ერთობა პანდავებთან, კურუქშეტრას ბრძოლის ველზე და თამაშობს მათურასა და დვარაკაში. ადამიანის ფორმაში შესრულებულ მის მნიშვნელოვან გართობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, როდესაც ევლინება იგი მენახირე ბიჭის, ყმაწვილის სახით, ფლეიტაზე რომ უკრავს. უნდა გვესმოდეს, რომ გოლოკაში, მათურასა და დვარაფიტაში, ანუ დვარაკაში, მის მიერ შესრულებული გართობების უბრალოდ მცირე გამოვლინებაც კი წალეკავს მთელს სამყაროს ღმრთების სიყვარულით. კრიშნას მშვენიერ თვისებებს ყოველი ცოცხალი არსების მიზიდვა შეუძლია. მისი შინაგანი პოტენცია ღმერთის სასუფეველში, ანუ ვაიკუნთა პლანეტებზეც კი არ ვლინდება, მაგრამ თავისი წარმოუდგენელი წყალობით, თავისი პირადი სავანიდან დაშვებითაც მას ამ სამყაროში ავლენს. კრიშნა იმდენად საოცარი და მიმზიდველია, რომ მას თავად იზიდავს საკუთარი სილამაზე და ეს დასტურია იმისა, რომ იგი ყოველი წარმოუდგენელი პოტენციითაა აღსავსე. რაც შეეხება კრიშნას სამკაულებს, მისი სხეულის მორთვისას, თითქოს ისინი კი არ ალამაზებს მას, არამედ თავად სამკაულები ხდება მშვენიერი, იმის გამო, რომ მის სხეულზე იმყოფება. სამგან მოხრილ მდგომარეობაში მყოფი, ყოველ ცოცხალ არსებას, მათ შორის ნახევარღმერთებსაც იზიდავს. სინამდვილეში იგი იზიდავს ნარაიანას ფორმასაც, რომელიც ყოველ ვაიკუნთა პლანეტას განაგებს.